Будნენ თქვათ შეხვედრას, კონსულტაციას. ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კონსულტაციები. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GVS-ის საწარმო დაათვალიერა და საექსპორტო პროდუქციას ადგილზე გაეცნო. ივლისის თვეში GVS-მა ბაზარზე დაახლოებით 300,000 ბოთლის ექსპორტი განახორციელა. 2013 წლის ბოლომდე GVS-ი რუსეთის ბაზარზე 1,000,000 ბოთლამდე ღვინის ექსპორტს გეგმავს. დავითაშვილის თქმით, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. Კომპანიას აქვს ძალიან დიდი გეგმები, ჩვენ გავეცანით ამ გეგმებს, ისინი აპირებენ 2 წლში გადასვლას სამუშაო რეჟიმში, შესაბამისად მათ დამატებითი თანამშრომლების აყვანა ჭირდება და დასაქმების თვალსაზრისით ახალი საშუალებები ჩნდება რეგიონში. ამასთან ერთად კომპანია აპირებს გრანდიოზულ ინვესტიციებს ღვინის სფეროში, ისინი აპირებენ ვენახების გაშენებას, დამატებითი ვენახების გაშენებას, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ წარმოების განვითარებას და გაფართოებასთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი მოტანილია იქიდან, რომ გაჩნდა ახალი გაყიდვის გასაღების ახალი ბაზრები.